მოგესალმებით მეგობრებო, კიდე ერთ ვიდეოს შევმატებ ჩემს არხს და დავიწყებ იმით, რომ არ დავიწყდეთ გამოწერა ჩემი არხის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩემი ვიდეოები. ხატებს წერ, ვინც იცით ხო იცით და ვინც არ იცით ხო გაიგეთ ახლა. პირველი მინდა ვთქვა, რომ ეს ახალი დაწყებული მაქვს ეს ხატის დაწერა და სხვათა შორის ძალიან ლამაზი ხატი გამოდის ჯამში. ეს ხაზები არ გეგონათ რაღაც ისეთი უპატივცემულობის ნიშანი ან ასე შემდეგ, იმიტომ ვიძახი რომ მე რო ვიწყებდი ხატწერის სწავლას თავიდან რაღაც მეთქი რა არის მეთქი რა რატო ამეთქი ესე და მოკლედ ფუნდს რო იღებ და რაღაც საღებავი მაგალითად ოდნავ მეტი აყვა, ვცდილობ რომ სადღაცას იმას ქნა რა, ანუ გაუსვა და ეს რა თქმა უნდა იფარება ეს ყველაფერი და უპატივცემულობის ნიშნის გამო მე არც კი მიფიქრია რომ ეგრე ვაკეთებდე. ხო, ეს ხატი დასრულდა, ეხლა დასრულებულია, უნდა გადავდო იქით და გრძელდება ეს. მოკლედ, რა ვიცი, მეტი არაფერი. კიდე ცოტა დასრულია, მაგრამ იგივე გამოუვალი მდგომარეობა ხანდახან იქით მიეწყობა, საღებავი და ასე შემდეგ. რა ვიცი, მეტი არაფერი არ მაქვს საქმე. გამოიწერეთ ჩემი არხი და დავდებ უფრო მეტ და მეტ ვიდეოებს. ამასთანავე კიდე ერთი რაღაცას დამრჩა სათქმელი, შეგიძლიათ დამიკავშირეთ ნომერზე და რა ვიცი სრულიად ისეთ შეღავათიან ფასში შემიძლია დავწერო ნებისმიერი სახის ხატი. მადლობა წინასწარ. ხო, კიდე ქვების კოლექციას გაჩვენებთ ახლა. აი ესეთი ლამაზმანი ქვები გვაქვს. აქ ყვავილების კოლექციასაც ვაგროვებ. აი კიდე ერთი ბავშვიტო ყვავილი, მეორე, მესამე, მეოთხე, ერთი 8 ყვავილი მაქვს. აი აქეთ კიდე ქვები მაქვს. ესეთი ლამაზმანი ქვები. ჩვენი ხატების კუთხე. ხო, კიდე ერთი გარემოება. უყურეთ. ნახეთ ეს რა არის? აბა ვინ დაინახავს და რას დაინახავს. მე მაგალითად აქ ხედავ პიროვნებას, ადამიანს, კაცს, რომელსაც უდევს წიგნი. აი ახლა კარგად გამოჩნდება. წიგნი უდევს და კითხულობს, არ კითხულობს, მაგრამ ესე უდევს. რაღაცნაირად ვამსგავსებ, არ ვიცი როგორ წმინდა გიორგის. აი, რა ვიცი, ვინც დაინახავს ამ გამოსახულებას, აი ესეც გავაკეთებ. ძალიან გავს წმინდა გიორგის. ხო, ეს არის, აი ნახეთ, ხეს გავს, მაგრამ ხე არ არის. ქვის სიმძიმე აქვს ჩვეულებრივად. მოკლედ ხეა ვულკანში გამოვლილი, ასე ვთქვათ, როგორც იძახიან და არის გაქვავებული ხე. ქვის სიმძიმე აქვს კიდევ ერთხელ აღნიშნავ. აი ესეც თუ არ ვწდები, გაქვავებული ხეა.